მერტყა დაგუსვოთ. მართლა დაიწყო და უფრო მეტად გავძლიერდეთ ლოცვებში, გავძლიერდეთ შემდობაში, გავძლიერდეთ სიფრთხილეში და უფრო მეტი თქვათ სიხშირე ზიარების უფრო გავაძლიეროთ და უფრო სიხშირეს მოუმატოთ ზიარებისა. Რო გამრავლდეს მადლი ჩვენში, ჩვენს გარშემო კიდევ, ჩვენს კონდეს მოყვასაც ბევრი გავანაწილოთ და ბევრის დაგვრჩენებდეს. ესეთი პერიოდია მართლა რომ ხშირად ვეზიაროთ, უფრო მეტად მოვიძებოთ, განვიწმინდეთ ჩვენი გონება და გული. ყველა მიცით ეს ყველაფერი ახალ არაფერს არ ვამბობ და დანარჩენი ყველაფერი რაც ჩვენზე არის დამოკიდებული ის ისე იქნება, როგორც უთისნება ინებებს. თავარი რომ მართლაში ადამიანი განიკურნოს ყოვლისაგან ბოროტისა, რო ხსნილს მერე ძლიერად შეხვდეს. მართლაშიც არის ბრძოლა და ხსნილშიც არის, მაგრამ მართლა ეს არის კარგი პერიოდი იმისათვის, რომ განიწმინდოს, გამჭვირვალე გახდეს ჩვენი გონება, ჩვენი გული, სხვა ორგანოები, ცენტრები ადამიანის სულიერი შემეცნებისა, შეგრძნებებისა, ფიზიკური თუ მეტაფიზიკური და გამჭვირვალე და განწმენდილი შემეცნების ორგანოებით უფრო კარგად შევიმეცნებთ რეალობას, ჩვენს დანიშნულებას, ჯვარბირთველობას, ჩვენს ადგილს სამსამყაროში. ეს ყველაფერი კურნავს სულსაც, სამშვილდესაც და სხეულსაც. და ვეცადოთ, რომ დაცემული ადამიანი სულიერად აღსდგეს, წამოდგეს, გაძლიერდეს, სულიერ ხერხემალში გაიმართოს და ხნედ იყოს, იმედიანად იყოს. უნდა სიხარული გქონდოდეს, სიხარული, ვინც მორწმუნეა, მას სიხარული უნდა გქონდეს. ამის მიზეზი უფალია ამ სიხარულის. ამ უმიზეზო მიზეზი, ამის თუ მიზეზიანი უმიზეზობა, მიუწვდომელი მიზეზი ამის არის უფალი, იმიტომ რომ სიხარული ყოველთვის უნდა კიაფობდეს ადამიანის სულში. სიხარული იმისა, რომ შენ ქრისტიანი ხარ, სიხარული იმისა, რომ შენ ცოცხალი ხარ, სიხარული იმისა, რომ სახარება გაქვს, სულიერი ჭეშმარიტება იცი რა არის, იცი როგორ მოიქცე, იცი რა არის გარჩევას უნარჩვევები მოგეცა 7 ნიჭი სულიწმინდისა, ასევე ნიჭები მოგეცა და დავალებაც მოგეცა, რომ სრანაყოფი გამოიყო. სიხარული იმისა, რომ უამრავი რამე არ იცი და მოსალოცი გაქვს კიდე როცა ლიტერატურულ ნაწარმოებში ხო, მოსალოცი გაქვს ბევრი, რომ ძალიან ბევრი კიდე უნდა გაიგო. და მე კიდევ ბევრს რო გაიგებ, კიდევ მეტი მოსალოცი გექნება, იმიტომ რომ მე მიხვდები, რომ ძალიან ბევრი რამე კიდევ არ იცი. კიდევ ბევრ რამეს გაიგებ, მე თლად არაფერი არ ვიციო, როგორც სოკრატე ამბობს, სხვა დონეზე იყვი, ის მაინც ქრისტემდე იყო 5 საუკუნე, ხო? მე კიდევ უფრო დამწყები ხდებიო სხვა ეტაპზე და ასე შემდეგ. ჩვენი ცოდნა ყოველთვის მაინც მცირე პატარა ზღვაში წვეთია თუ კუნძულია ოკეანეში, ღვთაებრივი ტექსტისა და ღვთაებრივი ცოდნისა და კოსმიური ლოგოსის მიერ ჩვენთვის მოცემული უზარმაზარი ცოდნისა და სიბრძნისა და ამ ყველაფრის არის ჩვენ ვარ. ამიტომ დიდი უგუნურება ადამიანმა უარყოს ის, რომ იგი ამ სამყაროს ნაწილია. ამ ცოცხალი ქმნილების ღვთის მიერ მოცემული, რომელიც გვირგვინის თვითონ არის, ამის ნაწილია. ყველაზე დიდი უგუნურება და შეუგრძნობა ის არის, რომ ადამიანი თავის თავს იზოლირებულ, განსაკუთრებულად გამოცალკევებულ ქმნილებად აღიქვამს ამ სამყაროში და არა ამ სამყაროს ნაწილად აღიქვამს, რომლის ღირსეული ნაწილის განმახამთლებელი ჯაჭვი ზეცისა და მიწას შორის იგი უნდა იყოს. და ღვთის ხატება აქვს მიცემული მას, რათა მსგავსებას მიაღწიოს, ხო? ამიტომ ეს სიხარული აუცილებლად უნდა იყოს. ეს ნიშანია იმისა, რომ სწორად მიდის, მართლად მიდის ადამიანი. რომ აღდგა დაცემული, რომ მაშინ განიმართა ძალები, რომ იმუნიტეტი გაიზარდა, რომ ხიარულია იგი, ოპტიმისტია. მაინც იცინოდე ახლა სულ რაღაცა ესე იყო, ადეკვატური არ არისო, რაღაცა თქვას, ესე კი არა. შინაგანის ფარული, პასიური თუ აქტიური, ის ინტროვერტული თუ ექსტრავერტული სიხარული, ის უნდა იყოს მასში, ადამიანში. უნდა იყოს, ეს კარგი ნიშანია ძალიან. ესე იგი, სწორად მიდის. სწორად მიდის ადამიანი, მართლად მიდის. იხარობენ, ხო, ეს ზებუნებრივი მეტაფიზიკური სიხარულია და არა ტრივიალური რაღაცა სხვა რა. რა თქმა უნდა, ეს სიხარული მოდის დიდი შრომით, მოდის დიდი ლოცვით,
8 წლით, როგორც აღნიშნეთ, განწმენდით, ხო, სულისა და ხორცის სულის სამშვიდობო სხეულისა, გონებისა და გულის განწმენდით. მოდის ეს. და ეს იჩრომას მოითხოვს. აი მარხვა ამის საუკეთესო პერიოდია თუნდაც. რა თქმა უნდა, ამ სიხარულს ყოველთვის უნდა ახლდეს და ლოგიკურია, ზეციური ლოგიკით რომ მივუდგეთ. ახლდეს უნდა მადლობის გზნობა. მადლობა იმაზე, რომ დროზე მოვიდა ტრანსპორტი იქნება თუ მადლობა იმისაც, რომ დროზე, ასე ვთქვათ, მივასწარი სადღაც მივედი და არ დავაგვიანე, მადლობა იმისაც, რომ მოვახერხე და გადასახადები გადავიხადე, როგორ გაწვალებით, ხო? მადლობა იმისაც, რომ საჩუქარს ველოდებოდი და როგორც იქნა მოაღწია საჩუქარმა და მადლობას შევწირე. რა თქმა უნდა, ზეცასა და ადამიანსაც. ამ ტრივიალური თითქოს ტრივიალური თავისთავად ცხადი ალგორითმების განხორციელების გამო მადლობა კი არა, თუმცა ამისთვისაც მადლობა, რატომაც არა, მადლობა ღმერთს და მადლობა ხილულად მოგეცემა უხილავი წყალობა, უხილავი მოგეცემა რაღაც ხილული სახით, ხო? და მადლობთ უფალს, რომელმაც ხილულად გარდამოგივლინა და გამოგივლინა. ამ ტრივიალური და ჩვეულებრივი თავისთავად ცხადი და უშუალოდ და ძალიან გასაგები ვთქვათ სიურპრიზების გამო მადლობა და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მადლობა იმისაც რომ რაც არ ვიცი რაზდაც მადლობა უნდა ვთქვა მაგრამ ვერ ვხვდები რაზე ვამბობ ზოგჯერ იმიტომ რომ იმდენი დაფარული ყველის მოქმედება არის ღვთისაგან ჩვენთვის მოვლინებული და ღვთისმშობლისაგან ფარველი ანგელოზისაგან იმდენი რამ მოდის ამ ძიმე ცხოვრებაში რომ გვიცავთ ჩვენ რომ სულიერი მგელი არ ჭამს და არ გვილიჯავს საერთოდ ხო გახსოვთ ზიარების სულიერი მგელი ამის ძალები რომლებიც ცდილობენ ადამიანის სულიერ დაზიანებას გარანტირებას აი ნათქვამია რომ მადლობ ამისათვის ზოგჯერ იმაზეც მადლობ რაც არ ვიცი ყოველთათვის მადლობ იმიტომ რომ ბევრი რამე არ ვიცი ისეთი რამე გააკეთა უფალმა და ისა იზონა ჩემზე რომ მე ვერც კი გავაცნობიერე მაგრამ თავს ვიზღვებ და იმაზეც წინასწარ მადლობას ვიძახი გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ქველის მოქმედებათა უფლის მიერ ჩვენთვის მოვლინებულთა ამათვისაც მადლობა ანუ ყოველთათვის და ყველაფრისთვის მადლობთ ზოგჯერ რაც არ მოგწონს ჩვენ ხანდახან ამ რაღაც ეტაპზე ჩვენი ცხოვრებისა და მე გადის დრო და ხვდებით რომ თურმე მაშინ რო არ მოგვეწონა არ ვიყავით სწორი იმიტომ რომ მაშინ ჩვენ რო გწოდნოდა მიზეს შედეგობრიობა იმ ჯაჭვისა რის გამოც ჩვენ რაღაც არ მოგვეწონა მაშინ შევწირავდით მადლობას მაგრამ თავი და ბოლო ვერ გავარჩიეთ და ვერ დავაკავშირეთ ერთმანეთთან და ამიტომ ვეღარ წაღვიქვით ის როგორც მადლობის სათქმელი ფაქტი ჩვენ რომ ის გაგვეცნობიერებინა და მისი ადგილი ჩვენი ცხოვრების ჯაჭვში მიმდევრობათა და ცოტა ობიექტურად შეგვეხედა ჩვენი ცხოვრების რეალური მოვლენების მიმდევრობისა ჩვენ მაშინ მადლობას შევწირვით მაგრამ შემთხვევითობად მოგვეჩვენა ზოგჯერ ნეგატიურ შემთხვევითობად და ჩვენი არცოდნა დავარქვით შემთხვევითობა ან განსასწრელი ან ჩვენ გაუცნობიერებლობას დავარქვით რაღაცა სტუნება ჩვენს არცოდნას დავარქვით ზოგჯერ ჩვენთვის გაუგებარი რაღაც სახელი და ამიტომ არცოდნა არის მიზეზი ბევრი რამის სიღრმისეული არცოდნა ჩვენი ცხოვრების განგებულებისას და ამიტომ ვიძახი მარხვა ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის რომ ჩვენ განვიცვლოთ ჩვენი შემეცნების ორგანოები და ჩვენი სული, გული, ჩვენი სული სამშობლოს სხეული, გონება, გული, მთელი ყველა ცენტრები, რაც ბევრი ადამიანში გახსნა, რომ შენი სულიერი შემეცნების ფორმატი და მასშტაბი გაღებულ კარებს დაემსგავსოს, გაიხსნა და სრული მთელი სურათი, მთელი პეიზაჟი, მთელი სივრცე შენს გარშემო ყოფი რეალობისას სრული რაკურსით აღიქვა და არა რაღაც მხოლოდ პატარა ჭურჭურტანიდან იყურებოდნენ. გახსენდი კარები. მე ვარ კარიო ნათქვამ, ვინც შემგან მოვა, შემოვა ის საზოვარს პოვებს სულიერსაც და ხორციელსაც. კარია უფალი და გასაღები ამ კარისა ჩვენთვის მოვლინებული ნიჭია ნათლობის დროს 7 ნიჭი და ჯვარია რომელიც მოგვეცა რომელთა ჩვენ ელოდება უფალი გვიკაკუნებს ამ კარზე და ელოდება როდის გავაღებთ ამ კარს რომ ისიც შემოვიდეთ და ჩვენ შევიდეთ და მოხდეს ეს შეხვედრა ეს ისტორიული ინდივიდუალურ ჩვენს დროში ეს შეხვედრა უფალთან, შერწყმა უფალთან ჩვენი მეზ დაკარგვის გარეშე.
არამედ მისი განხრთობით. განხრთობა ჩვენი მე არ იკარგება, მაგრამ ამავე დროს ერწყმება, მაგრამ არ ზავდება, როგორც უპირო ოკეანეში ჩვენი წვეთი პატარა სულიერობა, ხო? არამედ ინარჩუნებს თავის საყვარელ და უნიკალურ ინდივიდუალობას და ამავე დროს უფრო მშვენიერი ხდება და უფლისათვის ძვირფას სამკაულად ევლინება სასუფეველში. უკვე აქ მიწას. რა თქმა უნდა, ეს მადლობის საოცარი გზნობა აფართოებს ადამიანს და ზრდის ადიდებს მის სულიერ ატმოსფეროს. გიგანტურს ხდის ადამიანს მადლობელი, მადლიერი და არა უმადური ადამიანი. მადლიერი ადამიანი დიდდება, სულიერი და მასშტაბური ხდება და საოცარ სულიერ ზომებს ახსებს, თვალუწვდენელ ზომებს ახსებს მისი სულიერი ატმოსფერო, მისი სულიერი ენერგია. და რა თქმა უნდა, მუდამ ლოცულობდეთ. როგორც პავლე მოციქულის სიტყვების ფაქტიურად გამეორებას ვაკეთებ. ლოცულობდეთ, მადლობდეთ, გიყავით, ხო ზუსტ ციტირებას არ ვაკეთებ. ლოცულობდეთ. ლოცვისა, ღვაწლისა და ძალისხმების ფონზე ეს ყველაფერი ხდებოდეს უნდა და ხდებოდეს უნდა განსაკუთრებით ყველაზე ჩვენთვის უნიკალურად მოვლენილ და ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელ ინტერვალში მარხვისა, რომ მე ხსნილში ეს ძალები ჩვენ დავაგროვოთ, უნდა რომ ეს ხსნილში ეს ძალები ჩვენთვისაც და ჩვენი მოყვასისთვისაც, ყველასთვის, მთელი ქმნილებისთვის დაგჭირდება და გვექნება აუცილებლად ეს ბევრი დაგროვებული, რათა ბევრი სხვას გაუნაწილოთ და შინაც ბევრი მივიტაროთ, ეს რუტინული ენით რო ვთქვა. ამიტომ მოდით ვილოცოთ მეტი ვირთი ვიტვირთოთ ურთიერთას, თანაგანცდა გქონდეს, თანაშეგრძნება გქონდეს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ანტიქრისტეს სული უგრძნობელობაა, როგორც იონა ოქროპირი ლოცულობს ერთ-ერთ თავის 24 საათიან ლოცვაში ერთ-ერთ მუხტში, მიიხსენე უყალო გულქვა უგრძნობელობისაგან. ზუსტად ეს უგრძნობელობა არის ადამიანის სულში სატანიზმის გენეზისი, გულქვა უგრძნობელობა, სატანური პოზიციის ერთ-ერთი საყრდენი. როდესაც ადამიანის გული გრძნობასა და შეგრძნებას სული სამშველის სხეულიც კი შეგრძნებას დაკარგავს სიყვარულისა, შეგრძნებას დაკარგავს თანაგანცდისა, სასტიკი, უნდობელი და დაუნდობელი ხდება, რაც გავიარეთ, ხო? ჩვენ ახალი უახლესი ისტორიის ფაზებში, რომელსაც აღარ გავიხსენებ. როდესაც ეს ხდება, მაშინ დაებუდება ის ძალა, რომელიც ადგილას სულიწმინდის მადლი უნდა იყოს, მაგრამ თუ ის იქ არ არის, მაშინ იქ ხვდებით რა ძალაც შედის. იმიტომ რომ ღვთისმშობელი წმინდა ადგილი, რომელიც წმინდა უნდა იყოს, სარიელი არასოდეს არ რჩება, მაშინ სხვა ძალა შედის. და ამიტომ არ უნდა დავყაროთ ეს სიმნედლე, შეგრძნება, გრძნობიარობა და ქრისტიანი ბუნებრივია გრძნობიარე ხდება. ოღონდ კონტროლირება და გრძნობიარე, კონტროლირებული უნდა იყოს ეს გრძნობიარობა და რა აფექტურად, ფანატიკურად ან ისტერიკულად გრძნობიარე, რომელიც შემდეგ რაღაც სხვა მდგომარეობებს ავლენს. ეს სხვა არის, არა კონტროლირება, გაწონასწორება. ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ჯვარით დაბეჭდილი, როგორც აღმოიბეჭდოს ჯვარი ჩვენს ცხოვრებაზე, რომ დამდნარ, მადლით დამდნარ ნედლ ცვილზე. ჯვარი აღიბეჭდოს, წონასწორობა აღიბეჭდოს, ოქროს კვეთა, ოქროს წესი, ოქროს შუალედი და ასე შემდეგ გამოისახოს ჩვენ ცხოვრებაში, რაც ჯვარია. და აღიღეთ უარყავ თავის შენი აგე ჯვარი შენ და შევმიდეგი მე, რასაც მაცხოვარი გვასწავლის და რასაც მეც სოდვილის ვადასტურებ და გისურვებ. მადლობთ, ეს იყო თქვენ ყოველთვის განა ამბობ.